საქართველოში რესპირატორული ინფექციების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატა. სეზონური ვირუსების გავრცელების პიკია გურჯაანშიც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2 დღეში ოფიციალურად უკვე 272 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 800 გაურთულდა და სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა. მედიკოსები მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რისკ ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. პიკს ველოდებოდით თებერვალში და ნამდვილად პიკი გვაქვს ახლა. თუ გასულ კვირას 210 შემთხვევა იყო რესპირატორული ინფექციების, რომელშიც შედის გრიპი და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციები, ეხლა დღევანდელ დღეს უკვე არის 272 შემთხვევა. აქედან 800 დასჭირდა სტაციონალური მომსახურება, ანუ შედარებით გართულდა გრიპი, რაც მოსალოდნელია სეზონის დროს. და ამიტომ ყურადღებაა საჭირო, განსაკუთრებით ბავშვებზე 5 წლამდე, რომელთა იმუნიტეტი ჩამოუყალიბებელია და 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაზე. რისკ ჯგუფებში შედის აგრეთვე გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებულები, ქრონიკული უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტით, განსაკუთრებით დიალიზზე მყოფებისათვის არის ნებისმიერი ვირუსული ინფექცია და გრიპი დამღუპველი დიალიზზე მყოფი პიროვნებისათვის ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, სახსრების და კუნთების საშინელი ტკივილი, რომელიც გრძელდება 4-5 დღე და მეტი და ამ ტემპერატურის დაცემის შემდეგ კიდე 2-3 კვირაა საჭირო, რომ ადამიანი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. ამიტომ აუცილებელია სიფრთხილე, როგორც გრიპის ვირუსის, ისე სხვა რესპირატორული ვირუსებისგან სიფრთხილე. სიფრთხილის ზომები ერთი გითხარით, რომ ვაქცინაცია და მეორე ადამიანი, რომელიც არის დაავადებული, უსათუოდ უნდა ატარებდეს პირბადეს, რომ არ გახდეს სხვა ახლობლების დაავადების მიზეზი.